ეხლა ორი საბათი უკვე შედგა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს რეჟიმი ესებში გავახდელოთ აუცილებლად იმიტომ რომ შეხედავთ რომ ყველაზე მთავარი იარაღი გამოხატვის შეკრების უფლების მანიფესტაციის ყველაზე მთავარი დაცვა არის რაც შეიძლება ბევრი ხალხი ამის საწინააღმდეგოდ ბევრი რეცეპტი არ არსებობს და ეს გუშინელმა დღევაც გამოაჩინა ვერანაირი შევზღუდავი კანონი ამას ვერ შეაჩერებს ამიტომ მაქსიმალურად ვიმუშავოთ ხოლმე რომ შაბათ დღეს დიდი დემონსტრაციები იყო და რა თქმა უნდა აქაც რასაც ვაგრძელებთ გავაგრძელებთ რასაკვირველი ესეთი რაღაცა მინდა გთხოვოთ ვინმე თუ გაქვთ სურვილი რომ აქციების ორგანიზების ნაწილში ჩაერთოთ რომელიც იქნება არა მხოლოდ ამ ლოკაციაზე ეხლა რო დავასრულებ საუბარს შეგვიძლია თამბიკიდე გავისაუბროთ ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ რაღაცა მოსაზრებები გვაქვს ზოგს მიაჩნია რომ აქ უნდა იყოს რაც რასაკვირველია აქაც უნდა ვიყოთ მაგრამ სხვა წერტილებზეც გვინდა რაღაცა საპროტესტო ღონისძიებების გაკეთება და ამ ნაწილში რა თქმა უნდა მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდება ეხლა ერთი საკითხით მინდა გითხრათ ახალ წელთან დაკავშირებით რა მოკლედ ახალ წელს რო შევხვდეთ აქ რასაკვირველია ეხლა გასულ წელს თქვენ იცით რაღაც სხვა ტიპის ის იყო დიდი შეკრება იყო ამიტომ ჩვენ ეხლა მეგობრებთან ერთად მუშაობთ რა ფორმატი შეიძლება გქონდეს აქ ახალ წლის საღამოს შეხვედრას როგორ რანაირად და თუ რაიმე იდეებიც გექნებათ მეგობრებო ამასთან დაკავშირებით რა ვიცი გაგვიზიარეთ ყველასთან გავიგონებთ რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დღე იყოს საპროტესტოც და ჩვენთვისაც რაღაცა შეზღუდული ფორმით საზეიმოთ მაგრამ რაღაცა ზორის სინთეზი უნდა იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია აქ რუსთაველი ეს დიდი ტერიტორია მთლიანად შეიცვალოს და ამაზე ჩვენ გაწეული გვაქვს მუშაობა და სხვადასხვა საინტერესო ინიციატივები შეიქმნება როგორ შეიძლება ამ დღის შევსება და გამდიდრება სიამოვნებით და რავი ერთად გავაკეთოთ მადლობა